კარგი იქნება გავერთიანდეთ და მარტო ხელა დედას დაუდგეთ გვერდში. მაშინ მაპატი შეიძლება თქვა თქვენ ახლა მიმართავთ ამ ყველას მე მადლობელი ვარ ამას ვაკეთებთ ჩემთვის მაგრამ მე მინდა გითხრათ მე მგონია რომ გამოუვალ სიტუაციაში ხართ ქალბატონია მე მინდა გითხრათ იმიტომ რომ მე არ ვიცი მე ამას ჩემი ადამიანური ბუნება არ მომცემს უფლებას და ვერ ვაპატიებ ჩემ თავს რომ არ გითხრათ ჩვენ სადაც ცხოვრობ მე ამ წუთში ასეთი ადამიანი ულევია კი მაგრამ ადამიანები რომლებიც ჩემს ირგვლივ ცხოვრობენ ჩემი შვილის თანატოლი ბავშვები იქ უამრავია 22 ოჯახია რომელიც მოდით ასე ვთქვათ არიან ანალოგიურ თუ მეტარა ანალოგიურ მდგომარეობაში დაგისვათ შეკითხვას რა ისინიც კომუნისტები არიან კომუნისტები არიან ისინი კორპუსში კი მარტო მე ვარ მაგრამ ისინი არიან ადამიანები ჩვენი წიაღიდან გამოსული უბრალო ჩვეულებრივი ადამიანები იმ მუშების და გლეხების შთამომავალნი რომლებსაც ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ეროვნულ მოძრაობას ამოფარებული ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია და ძალიან ბევრი ადამიანს და ასე იქნება ყოველთვის სანამ კაპიტალიზმი იქნება. ახალგაზრდებს ვკითხავ ჯერ და მე მოვალ თქვენთან პატრიოტიზმულ კომუნისტები. თქვენ ხართ კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე. კი ბატონო. 1921 წელზე თქვენც იგივე აზრი გაქვთ ჩემო ბატონო. ორჯონიკიძემ ყველაზე ერთ-ერთმა უდიდეს საბჭოთა ჯარს ხო შემოუძღვა საქართველოში. არმია მე-11 ორჯონიკიძემ თავისი მე-11 არმია დასვა ზღვისპირეთით გაანთავისუფლა აზერბაიჯანი, იმიტომ რომ მე-11 არმიაში დაახლოებით 80% კავკასიელი იყო. სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო კავკასიელების ძალით იყო ძირითადად, მაგრამ მაშინ თქმარათ უნდა მოიღეხმა დათო ეროვნები. ჩვენ ყველა აი ტელემაყურებელს მიმართ რომელ კამერაში ვთქვა. აი ჩვენ ყველა უნდა გადავწყვიტოთ. სახელმწიფო, ქვეყანა, საზოგადოება, სახელად საქართველო უნდა არსებობდეს თუ არა. აი ეს უნდა გადავწყვიტოთ. ეხლა ამაზეა საუბარი, იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ რომ ჩვენ მე-11 არმიამ გაგვანთავისუფლა, აქ საუბარი იმაზე რომ ქვეყანა სახელად საქართველოს არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შესაბამისად, არ შევალ ამ დისკუსიაში მაპატიეთ, პატივს ვცემ თქვენს ჭაღარას, თქვენს გამოცდილებას, თქვენ შრომას. კატეგორიულად ვერ ვიზიარებ ამ მიდგომებს. დათო, იცი რა მითხარი, პრობლემა ის კი არ არის. ამ ადამიანებს ასე წამთ, ასე ჯერათ, მთელი ცხოვრება კომუნისტები იყვნენ და კომუნისტები არიან. ჩვენ ხო ეხლა ახალი სერიოზული ახალგაზრდები რატომ წევრიანდებიან ამ პარტიაში? აი, ჩემი თანატოლები, აი 40 წლის ქალბატონი რატომ არის? დღეს კომუნისტური პარტიის წევრი ხარ. აბსოლუტურად გასაგებია ამ ადამიანების პოზიცია. ბატონი ავთოს პოზიციაც გასაგებია. მას სხვა აზრი არ ქონია. დაიბადა კომუნისტად და დღესაც კომუნისტია. თავისი წამსისთვის არ უღალატია. ჩემი სოციალური მდგომარეობა. სოციალ-დემოკრატი ვარ დღეს. დღეს სოციალ-დემოკრატი. ჩემი სოციალური მდგომარეობა, ჩემი პირადი წარუმატებლობა არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მე მტერი სახელმწიფოს სიმბოლიკას და მის პროპაგანდას ხელი შევუწყო. მით უმეტეს ხელი შევუწყო ამას ისე რომ ახალ თაობას შევუწყო, ჩემი წარუმატებლობა არ არის იმის მიზეზი, უთანაგრძობ ქალბატონ ათიას. ვამბობ რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ასეთ ადამიანებს არ ქონდეთ ასეთი ყოფა, თუმცა ვერაფრით ვერ გავიზიარებ ქალბატონ ათიას იმ მიდგომას რომ ქალბატონმა ათიამ რა ენერგიას დახარჯა სხვადასხვა სტრუქტურებში სიარულისთვის, რა ენერგიას დახარჯა პროტესტებისთვის, დარწმუნებული ვარ ის ენერგია რომ დაეხარჯა მისთვის სამსახურის ზევნაში რაღაც სამსახურს იპოვნიდა. დათო თulis რომ თქვენი წარუმატებლობა გახდა მიზეზი იმისა რომ გამპარტიის წევრი გახდა. ჩემთვის თქვენი უკაცრავად თქვენ ხო ისაუბრეთ ეხლა მე? არა, რას უპასუხებთ თო? არა, მე თქვენთვის მე კი არ გისმიქია. ესე იგი თქვენ საქართველოს სამშობლოს გაიძახით. ალბათ დაგავიწყდათ, ესე იგი წინა საუკუნეებში ერეკლემ მეფეზე ჭკვიანად ეხლა თავის თავს ყველა გრძნობს, მაგრამ ნუ თუ არ იცით იმ პერიოდში, როდესაც ერეკლემ დიდი თხოვნისა და დიდი პატივებით, ესე იგი არა, რამდენი იყო საქართველოს მოსახლეობა. ილია ჭავჭავაძეს აღმერთეთ. ისტორიკოსები ილია ჭავჭავაძეს 100 წლის შემდეგ ალბათ წაგიკითხია და მდგომარეობა იცით. ერთი პირადად თქვენთან დაკავშირებით მინდა ბატონო სიმონ ალბათ.
მე რა დიდი ხნის განმავლობაში არ მინახე ხარ თქვენ ტელევიზიაში, მაგრამ სააკაშვილის პერიოდში, როდესაც გისმენდით, ბოდიშს ვიხდი და არ გეწყინოთ ახლა თქვენ, მასხარაშვილი გვარი ზუსტად ვიძახდი, რომ თავის გვარს ამართლებს მე ისეთ რაღაცებს მაგრამ ეხებზე აკოცე მასხარაშვილი მაგრამ კარგი სიმონ, კარგი სიმონ, კარგი სიმონ, კარგი სიმონ, კარგი სიმონ Simon, კარგი, Simon, კარგი Simon, კარგი Simon, მაგას ვინც ამბობდა? Simon, დაჯექი. ვასკი არ ვაგინებ, საბჭოთა პერიოდში ესე იგი ამისთანა გაჭირვებულები არ იყო მილიონერები არ იყო მაგრამ პოზიცია გავიგეთ ეხლა ვინ ახალგაზრდებს მოხმარებით არა დანარჩენებმა ასეულოთ ადამიანო მილიონობით ადამიანმა რა ქნას აი ეს სისტემასთან არის დაკავშირებული გასაგებია თქვენი პოზიცია ეხლა მოусვინოთ ახალგაზრდებს პატრიოტებო კომუნისტებო ჩვენთან დემოკრატია ახალგაზრდები გვესწრებიან უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ბავშვები ნეიტრალურად უყურებდნენ ჩვენ გადაცემას ყველა პოზიცია მოისმინეს და გავიგოთ მათი აზრიც მიხარია რომ ჩვენი სტუმრები ხართ ხო ანუ კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეც პირველად ვარ ესეც გარემოსსადაც თითქმის ყველა არის კომუნისტი ესე რომ ვთქვა თან ქართული გაგებით და საბჭოური გაგებით აქ მე ვხედავ რაღაც ცოდნის ნაკლებობას და რატომ ანუ მათ არის მით თუნდაც რა არის მარქსიზმის დროინდელი სოციალიზმი რომელიც იყო თანასწორობის მქადაგებელი ნამდვილად და აქ უნდა ყოფილიყო ყველა სოციალიზმი ქადაგებს თანასწორობას და ეს არის ჰუმანისტური ტექსტიც კი ანუ მარქსის კომუნისტური პარტიის მანიფესტი მე არ ვარ მემარცხენე და არც სოციალისტი მაგრამ ეს ტექსტი არის ჰუმანური სტალინიზმი კიდე სულ სხვა თემაა სტალინიზმი არის ტირანია არის სიკვდილი არის ეს წითელი პერანგი ანუ ეს რაღაც წითელი თუნდაც ეს ბაფთა ცოტა არ იყოს უფრო შემაშინა კიდეც ახლა აქ რო ვზივარ დამბურზგლა და წითელი ფერიც კი რაღაცნაირად შემძულდა კიდეც იმდენად სისხლთან ასოცირდება და ნამდვილად ეს 70 წელიწადი ასოცირდება სისხლთან მე უნდა გავახსენო ამ ადამიანს გოლოდომორი, როდესაც დაახლოებით 5 მილიონამდე ადამიანი უკრაინაში შიმშილით დახოცა სწორედ ამ სტალინმა და ეს თქვენმა ბელადმა, როგორც თქვათ, მასე ესე ეძახით. ახალგაზრდების გაწევრიანებას. ეს არის შოკი, ანუ ახალგაზრდების, რა თქმა უნდა, ეს არის საშინელება. აი თუნდაც ხედან ჭარმაგ მოხუცებს მაპატიეთ, ყველა ჭარმაგი არ ხართ, მაგრამ ანუ ეს რაც ახლა მოვისმინე, იყო ჩემს გასაგებია მათი პოზიცია. კომუნისტები იყვნენ და კომუნისტებად დარჩებიან და ეს მათინება. რატომ წევრიანდებიან ახალგაზრდები და ეს პიონერებად კურთხევა ხო, ამ რიტუალზეც უნდა ვისაუბროთ, ეს რაღაც რიტუალია და ეს არის მათ მორწმუნეობა თავიდან ბოდიში, მაგრამ ეს არის რიტუალი, თანამედროვე ეს გაგებით, სწორი გაგებით. ქალბატონ ათიას უთხანაგრძნო მის მდგომარეობას და მე მესმის და ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს დღეს და მართლაც უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ნებისმიერ ადამიანს სამსახურის მოძებნაშიც და ასევე შვილების აღზრდაში. ეს არის ამის მიზეზი, როგორ გონია. მე ხა დავიწყებ უფრო სხვა კუთხით, მაგრამ თქვათ ვისაუბროთ თუნდაც აი ბავშვების რაღაც ამ კურთხევის ცერემონიალის მსგავსად. ეს არის რაღაც დაშტამპვა, საბჭოთა კავშირში სწორედ რომ ადამიანები იყვნენ დაშტამპული, ყველას უნდა ცმოდა თეთრი, ყველას უნდა კეთებოდა ეს, ყველას უნდა ეთქვა ეს, ყველას უნდა ეკეთებინა ეს. იქ არ არსებობდა თავისუფალი სიტყვა, არ არსებობდა თუნდაც ხელფასი, ყველას უნდა ქონოდა ესე, იმის მიუხედავად ისინი შრომობდნენ თუ არ შრომობდნენ. საბჭოთა კავშირი ერთგვარად თავარი შრომა საბჭოთა კავშირში მე როგორც ვხვდები იყო დასმენა და დახვრეტა. მეტი თავარი სხვა შრომა არ არსებობდა, მოპარვა და ქურდობა, რომელიც დღეს დამკვიდრდა, აი ძველბიჭობა შავი, რაღაც შავი ფერი, რომელიც დღემდე არის ქურდობის სახელით ცნობილი. უკაცრავად გისმენთ. თანატოლების სწავლობდნენ, იმიტომ რომ სიცრუეს ლაპარაკობ. და თქვენ არ გაქვთ იმის ცოდნა, მე ვსწავლობ თუ არ ვსწავლობ და რა ვსწავლობ და შეურაცხყოფას უმაყენებთ. დაამთავრებდნენ, ყველას გარანტია ჰქონდა. არა, გარანტია მე თქვენ გისმენთ. უკაცრავად. აბსოლუტურად არ არის სწორი გარანტირებული სამსახური. უკაცრავად. მე-11 საუკუნიდან. მაგალითად, ჩემი შვილი არის 18 წლის, სწავლობს და საღამოობით მუშაობს. რა არის ამაში? საბჭოთა ხელისუფლების დროს ყველას გარანტირებული სამსახური ჰქონდა, ამთავრებდი უმაღლეს. ხო, უმაღლეს ამთავრებდი რაღაცა მოიტანდი შამპანიურს ამ ბამბანოტკას, ეს რაღაც ძალიან ცნობილი ამბავი და მგონი ამაზე აქ არ ვიდაოს. ესეთ რაღაცას იმიტომ რომ ვინც ამთავრებდა, უკაცრავად ამასადა მუშაობა და სამსახურის შემდეგ, ანუ იმ წლების შემდეგ, როდესაც იგი ამ სამუშაო წლებს მორჩებოდა, ქონდა ყველას დამსახურებული პენსია. კი ბატონო, გისმენთ. ყველაფერი შეიძლება თქვით. ყველაფერი იდეალურად იყო. თქვენ ხო შეიძლება ცოტა ჩვენს თქვათ რაღაც. კი ბატონო. საბჭოთა კავშირის განათლებაზე, მის მიღწევებზე, ოდებზე საბოლოო წერტილი დასვა თანამედროვე მსოფლიომ. და აღმოჩნდა, რომ ეს ეგრეთ წოდებული განათლებული, მშრომელი, უკაცრავად. არა, როგორ ეხლა? და დავა კონკრეტოდ. აცალე ქალბატონათიას ხებსაც. მე ხო არც ერთხელ არ ჩაგვრთულვარ თქვენ საუბარში.
ამ დიდებულმა საბჭოთა კავშირმა ვერ შექმნა ვერც ერთი პროდუქტი, რომელიც იყო კონკურენტი რომელიმე სხვა მისი ანალოგის. ეს ადამიანები მთელი 70 წელიწადი მხოლოდ იპარავდნენ, არ მუშაობდნენ და განათლებას არ იღებდნენ. ესენი დიდი ნაწილი მათი იყო ნაკლებად განათლებული. და არა კონკურენტუნ არიან. ეს ახალგაზრდა არის ჩემის აზრით ჩვენი იმედი და ესე მისთან. კი, მეც ასე მგონია. ეს რაღაცას ვიტყვი, თუ შეიძლება, მოდით ნუ ვიმსჯელებთ თემაზე, კარგია საბჭოთა წყობა თუ ცუდი, იმიტომ რომ ეს ისედაც გასაგებია და ეს არის აქსიომა. ჩვენ სხვა თემაზე ვმსჯელობთ. რატომ მიდიან ახალგაზრდები კომუნისტური პარტიის რიგებში? შანტაჟია ჩვენი. როგორც ჩვენი იდეოლოგი ისე მიდიან ესე. პრობლემა რა არის? აი სწორად გამიგეთ რა. ფინეთი სოციალისტური მოდელის ქვეყანა. ევროკავშირი ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ან სახელმწიფო კაპიტალიზმი, ან სოციალიზმი, მაგრამ იქ არის ძალიან დიდი დოზა ნაციონალიზმის და სამშობლოს სიყვარულის. და შენ აქ ხედავ სამშობლოს სიყვარულს და ნაციონალიზმს. უბრალოდ ორ რამეს. რა არის ყველაზე ცუდი პრობლემა? რომ ქალბატონ ათიას და ბევრს გაიგივებული აქვს სოციალისტური მოდელი საქართველოს მონობასთან. საქართველოში შეიძლება იყოს სოციალიზმი, ნაციონალიზმი. ასეა. და უბედურება რა არის, იცით რომ ხსნით იმას, რომ ესე იგი, უნდა იყოს, გინდა თუ არა, პირცავარდნი, ლიბერტანიანელი და მარტო ხარ მაშინ დამოუკიდებელი და მეორე მხრივ თუ სოციალისტური სიმპათია აქვს, მიდგომები, მაშინ უნდა გინდა თუ არა ლენინზე იმღერო. სინამდვილე სხვაგან არის. ხარ სოციალისტი, იყავი ბატონო, ნორმალურია, მაგრამ საქართველო უპირველეს ყოვლისა. საქართველო უპირველეს ყოვლისა. აი ეს არის